წარმოგიდგენთ ჩემს სულამაზეს სტუმარს, ნანა ბელას. მოგესალმებით, ნანა. მიხარია რომ ჩემი სტუმარი ბრძანდებით. მინდა თქვენი გვარი თქვენ თავად წარუდგინოთ ჩემს მაყურებელს. Buongiorno. Buongiorno. მოგესალმებით. მიგახლავართ ნანა შილია ქართულად, ფრანგულად შანმელ. ძალიან საინტერესოა მომესალმეთ იტალიურად და გვარი ფრანგულად წარგვიდგინეთ. ამის განმარტებას ხომ ვერ შესთავაზებდით ჩვენს მაყურებელს. რატომ იტალიურად? იცით რა, იტალიასთან შეხება, რასაც გვი ნამყოფი ვარ, დათვალიერებული მაქვს, მაგრამ ძალიან მომწონს და ძალიან მიყვარს იტალიელები და იტალიური ენა. ამიტომ გადავწყვიტე რომ ასე მივესალმო ყველას. და ფრანგულად მქონდა ასეთი შემთხვევა. მოვდიოდი ქუჩაში, გამაჩერა ერთმა პიროვნებამ და მეუნება აი მე ქალბატონო რა ლამაზი ხართ, რა მშვენიერი, რა გვარის ქალი ბრძანდებითო. მე არ დავიბენი და ვეუნები ქართულად შელია, ფრანგულად შანელ. რატომღაც ეს მომივიდა უცბად თავში აზრად. და იმდენად მოეწონა, იმდენად ამ პიროვნებას, რომ ქალბატონო შანელს ჯობი ხარ. რაღაცნაირად არ გამიგოთა ხოცა. ნამდვილად არაჩვეულებრივად გამოიყურებით ყოველთვის და თქვენი იმიჯი იმდენად თვალშისაცემია და იმდენად მომხიბვლელი ხართ ყოველთვის, რომ საინტერესოა თქვენ თავად ქმნით აი ამ ლუქს თუ ყავთ თქვენი დიზაინერი? ვინ ზრუნავს თქვენს ჩაცმულობაზე? ჩემ ჩაცმულობაზე ვზრუნავ თავად მე. ეს ეტყობა გენეტიკურად მოდის. მამა მყავდა ისეთი, რომ გამოვიდო და არ არსებობდა რაღაცა შენიშვნა მიგეცა მის ჩაცმაში, რაღაცა განსხვავებული ჩაცმულობა ჰქონდა. და იმდენად მომწონდა ეს მამას ჩაცმულობა, მაშინ ბავშვი ვიყავი. და შემდეგ უკვე მე თვითონ ვარჩევ ამ სამოს, როგორ მიხდება, რანაირად ვუხამებ ყველაფერს და ასე რომ მე არ მჭირდება სხვისი დახმარება. ნამდვილად გემოვნება საოცარი გაქვთ, არაჩვეულებრივი და ისეთი პოზიტიური ხართ, აი არ ვიცი, დადებითი ბუხტი მოდის ყოველთვის თქვენგან. მაგრამ მინდა ცოტა სენსიტიურ თემას შევეხო. სამწუხაროდ დღევანდელი ესეთი ტენდენციები, ასეთია, სოციალური ქსელები მოგეხსენებათ, ძალიან სავსეა ნეგატიური კომენტარებით და ხომ არ ყოფილხართ ბულინგის მსხვერპლი. აი ამ თქვენი გამორჩეული ვიზუალობის გამო, ხომ არ გქონიათ ასეთი შემთხვევა, რამაც გული გატკინათ? როგორ არა, მქონია და ძალიან გული მწყდება, იცით? იმიტომ რომ მე მათ შევეხმიანები და ვეტყოდი, რომ როდესაც პიროვნებას არ იცნობთ, ატკენთ მას გულს. ძალიან მტკივნეულია ეს, ძალიან მტკივნეული. მაგრამ როგორ ვარ, იცით? შეიძლება იმ წუთას მე მეტკინოს გული და მე ვიტყვი, ეს ადამიანი ასეთია, მაგას სხვანაირად არ შეუძლია გაგება და გადამივლის, გამიგე და აღარ ვაქცევ ყურადღებას. ნამდვილად არც უნდა მიაქციოთ ყურადღება და ალბათ საუკეთესო გამოსავალი იგნორია ხოლმე, ანუ პირიქით პოზიტიური პასუხი. პოზიტიური პასუხს არავის არ რჩევ ასეთ პიროვნებებს, უბრალოდ გავატარებ და მაგით მთავრდება ყველაფერი. მე ვაგრძელებ ჩემ პირად ცხოვრებას ისე ლამაზად, როგორც მე მინდა. დიახ, ასეც უნდა იყოს ნამდვილად, არასოდეს არ უნდა იმოქმედოს თქვენზე ვინმე არა დადებითად განწყობილი ადამიანის კომენტარმა, ალბათ სუბუქად რომ ვთქვათ. მინდა გაიხსენოთ დედა. რჩევა, რომელიც მისგან დაგამახსოვდათ. დედა იყო ძალიან მკაცრი. აი ძალიან. უნდა რომ უმაღლეს დონეზე ყოფილიყო ჩვენი გინდა საქციელი, გინდა სწავლა, გინდა ყველაფერი უნდა და რომ უმაღლეს დონეზე ყოფილიყო. ჩემთვის და იცით რა,
დედას ეს მშობლები ხო რასაკვირველია, გიყვარს რაღაცა უაზროდ გიყვარს მშობლები და არასოდეს არ მინდოდა, რომ დედასთვის გული მეტკინა. არასოდეს. ის ხო შეიძლება ისეთი ეთქვა, რომ მე გული მტკენოდა, მაგრამ იმას არ ვაგრძნობინებდი. პირიქით დედას უფრო თბილად მოვექცეოდი, მოვეფერებოდი და ამით გავანეიტრალებდი იმ სიტუაციას, რაც ხდებოდა საერთოდ ჩვენთან. დედა ხომ სიცოცხლის საწყისია. რასაკვირველია, რაღაცა უაზროდ მეყვარდა დედა, აი უაზროდ. არ შემიძლია რომ რა სიტყვები ვთქვა, მე არ ვიცი, აი იმდენად მეყვარდა დედა. ყველაზე ძვირფასია ალბათ ყველა ადამიანის. ნამდვილად ძვირფასი. ჩემო ძვირფასო ნანა, ასე მოგმართავთ, თუ შეიძლება. რადგან უფრო თავისუფალი მინდა იყოს ჩვენი ურთიერთობა ჩემს გადაცემაში ოფიციალობის გარეშე და მინდა შემოგთავაზოთ ღვინო, რადგან ჩემი სტუმარი ბრძანდებით, ჩვენ გვასპონსორებს Wineland-ი, არის ასეთი ონლაინ ღვინის მაღაზია და მისი პარტნიორი კომპანიის ღვინო მოგვაწოდეს Wineland-მა და დავაგემოვნოთ. კი ბატონო, ძალიან მიყვარს სასმელი. და ღვინო მით უმეტეს თეთრი ღვინო. ძალიან. ღვინის ქვეყანაა ჩვენი საქართველო და რა თქმა უნდა სასმელი ყველას ცოტ-ცოტა გვიყვარს. აბა, ნახოთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს გადაცემაში. დიდი მადლობა. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. მადლობა თქვენ მობრძანებისთვის. ჩემი მოწვევისთვის უღრმეს მადლობას გიხდით. ამ არაჩვეულებრივ პიროვნებებს სულ კარგად. ზღაპარი. შესანიშნავი ნამდვილად. ზღაპარი. ნანა ძვირფასო, ისეთი ლაღი ხართ, ყოველთვის შინაგანად ასხივებთ სიკეთეს. როგორ ახერხებთ ამას, რომ ყოველთვის იყოთ ასეთი ლაღი, ხალისიანი, თუმცა შესაძლოა სევდიანი იყოთ, მაგრამ ამას გარეგნულად ვერავინ ამჩნევს ვერასოდეს. რა არის აი ამის საიდუმლოება? კი ჩემო კარგო, არ არსებობს ახლა ადამიანი, რომ სანერვიულო არ ქონდეს, ხო? დავიბადე, გავიზარდე ისეთ ოჯახში, რომ ყოველთვის როგორი სიტუაცია იყო, იცით? მხიარული, ყველას ერთმანეთი გვიყვარდა, ყველა ერთმანეთს პატივს სცემდით. შემდეგ გავთხოვდი და ჩემი მეუღლეც ისეთი შემხვდა, რომ ლაღად მაცხოვრა, ლაღად. ჯერ ვამბობ, რომ უპირველეს ყოვლისა, რომ უფლის ნება თვითონ ეს ჩემი ბუნება და ხასიათი, რომ ვიყო სულ პოზიტიურ ხასიათზე. არ შემილია, იცით, ქავატონოეკა, არ შემილია ცუდ ხასიათზე ყოფნა. მე ცუდად ხვდები, ცუდ ხასიათზე არასოდეს არ ყოფილვარ. ყოველთვის მინდა ყველას გაუღიმო, ყველას მოვეფერო, ყველა ჩავიხუტო, ყველა ბედნიერი იყოს. აი ეს არის ჩემი მიზანი საერთოდ ცხოვრების. და აი ეს იმდენად მახალისებს, რომ მუდამ სულ კაი ხასიათზე ვარ. ეს ძალიან კარგია და მისასალმებელია ოღონდ. მინდა რომ ქალბატონის გარეშე მომმართოთ. კარგი. ამაზე ხომ შევთანხმდით უკვე. დიახ. ულამაზესი ხართ და ამაში ორი აზრი არ არსებობს. მინდა გკითხოთ, ამბობენ ლამაზი ისაა, ვინც ბედნიერიაო. თქვენ როგორ ფიქრობთ? ეს სწორი მიგნებაა და სწორი გამოთქმაა? თქვენ მე ხა ისეთი კაი კომპლიმენტი მითხარით. მინდა მადლობა მოგიხადოთ იტალიურად. Mucho grazie. ნამდვილად ის ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც თავარი იცით შიგნიდან მოდის, გამიგეთ, შიგნიდან, ისე რომ შეხედავ ადამიანს, ის იბწუთასვე იგრძნობ, ის ბედნიერია თუ არა. და ერთი წამით არ მიფიქრია, ერთი წამით, რომ მე ბედნიერი არ ვიყო. მე ბედნიერი ვარ და ამით ბედნიერი ვარ.
და ამიტომაც ხართ ლამაზი. ის ალამაზებს კი, ადამიანს, რა გამიგეთ თქმა ეს ბედნიერება ალამაზებს. ასეა. შინაგანი ის უნდა კონდეს სილამაზე, შინაგანი ეკა, რომ გარეგნულად ბედნიერი ჩანდა. კი, გეთანხმებით, ლამაზი. მეც ალბათ ეს სწორი მოსაზრებაა და მინდა გკითხოთ, როგორ ალბათ ესეც არის მიზეზი, პასუხსაც თავად ვამბობ რაღაცნაირად, დიახ. იმიტომ რომ თქვენი სილამაზე ასაკს მალავს, ხო? არ ვიცი რამდენად გსურთ ჩემს მაყურებელს რომ გაანდოთ თქვენი ასაკი, რომელიც საერთოდ არ გეტყობათ. თუ გაქვთ ამის სურვილი. სურვილია რა. ბევრს აინტერესებს, რომ დამინახავენ, იმიტომ რომ ძალიან ახალგაზრდად გამოიყურებით და პატარა გოგოს გავხართ ამის თქვა მინდა. აი რო დამინახავენ უცნობებიც ხო? იბწოთას შეიძლება კითხვა დაგისვა და მე უკვე ვიცი რაში მეკითხებიან. ალბათ გაინტერესებთ რამდენი წლის ვარ რა? მე თამამად ვიძახი. ბევრი მეუბნებათ რატო იძახიო? დამალეო, რატო უნდა დამალო? როდესაც ვარ 72 წლის და შინაგანად ვარ 17 წლის. ნამდვილად ასაკს ამარცხებთ და ყველანაირ სტერეოტიპს ამსხვრევთ. აი ზუსტად ერთადერთი ეს არის რომ ეს მაგ ჩადებული კოდივით თავში რომ მე არ დავბერდე. გამიგეთ და გამოვიყურებოდე ყოველთვის ლამაზად. ისე ყველას ჩემი დანახვა მოეწონოს და გავხარდეს, გამიგეთ, აი. ძალიან კარგი თვისებაა და მინდა გკითხოთ, ხომ არ გაქვთ ესეთი უნარი, უნარი ალბათ ესეთი ნათქვამია მაინც, აი წინათ გრძნობა თუ გაგაჩნიათ ხოლმე რაღაცის როგორ არა, წინასწარ გრძნობ ყველაფერს. ჯერ ჰოროსკოპით ვარ თევზები და წინასწარ ინტუიცია მაქვს ისეთი ძლიერი, რომ არ მეშლება არაფერი, ყველაფერი ისე სრულდება როგორც ვიგრძნობ და როგორც განვიცდი. რაიმე ხილვებიც ხომ არ გქონიათ? როგორ არა, ხილვებიც მქონია. გითხარით წინასწარ ნახე ყველაფერი, რაც მელის. ეს არ მინდა ახლა მე რა ასე საქვეყნოდ გამოვაცხადო. ამას ვერ გააჟღერებთ, მაგრამ საინტერესოა ალბათ. ნანა, ძვირფასო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ, რომ გამილამაზეთ ჩემი გადაცემა, მესტუმრეთ და მინდა გთხოვოთ, რომ მიმართოთ ჩემს მაყურებელს, რას უსურვებდით მათ და რა არის თქვენი მთავარი გზავნილი ახალგაზრდებისთვის. ახალგაზრდებისთვის. ყველა ახალგაზრდას უსურვებ პირველ რიგში უყვარდეთ ერთმანეთი. ისე უყვარდეთ ერთმანეთი, რომ არანაირი უარყოფითი ერთმანეთის მიმართ არ ქონოდეთ. და როდესაც ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, იქ არ არის არც შური, არც ბოხმა, არც სხვისი დაცინვა, რომელიც ხო იცით ახასიათებთ ზოგიერთებს და ჩემზე ძალიან მოქმედებს, აი ძალიან. და რამდენი გამიჩერებია და კიდეც მithქვია, რომ არ გინდა, ამისთანა კარგი ხარ და რატო აკეთებ ასე? ალბათ ბევრს ვასწავლი, ბევრს ვერა, მაგრამ მაინც მე ჩემ აზრს გამოვხატავ მათ მიმართ და მინდა იყონ სულ ყველა ბედნიერები. აი ამას ურჩევთ ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა ასეთი პოზიტიური რჩევებისათვის კიდევ ერთხელ და მინდა დაგემშვიდობოთ. მაყურებელს კი შევახსენო, რომ ეს იყო გადაცემა დროის კადრები ეკაბერიძესთან ერთად. ყველა კადრი თავისთავად ისტორიას შემორჩება და ეს ლამაზი კადრებიც დარჩება ჩვენს ისტორიას. აი ამ ლამაზის ქალბატონთან ერთად ნანა ბელა, შელია, ფრანგულად შანელი. უღმესი მადლობა ეკა. თავად ლამაზე და მშვენიერი. დიდი მადლობა. ნახვამდის.